ქართული ოცნების განათლების რეფორმების ქვეშ მოექცა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და რამდენიმე მიმართულება უნივერსიტეტს საერთოდ გაუქმდა. ფაკულტეტები გაუქმებულია, ამასთან დაკავშირებით გუშინ გაიგეს ინფორმაცია აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა. გაუქმებულია საჯარო მმართველობის, სამართლის, ბიზნეს ადმინისტრების და ფარმაციის ფაკულტეტები და საერთოდ 2026-2027 წლის სასწავლო წელს შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ვერ მიიღებს სამაგისტრო პროგრამაზე ვერც ერთ სტუდენტს, რადგან სამაგისტრო პროგრამები მთლიანად გაუქმებულია. როგორც ჩვენთან კრიტიკულად განწყობილი რეფორმის მიმართ ლექტორები აცხადებენ, ეს იქნება დამღუპველი როგორც რეგიონისთვის, ასევე შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაც და ეს არის მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც არც დაფიქრებულან ისე მიიღეს, რადგან არ გაუთვალისწინებიათ, რომ დროებითი ოკუპირებული აფხაზეთიდან ყოველდღიურად გადმოდიოდნენ სტუდენტები, რომ მოსულიყვნენ უნივერსიტეტში და მიიღოთ შესაბამისი განათლება და ახლა მათ მოუწევთ სხვადასხვა რეგიონში სწავლის გაგრძელება და ეს იქნება ძალიან დიდი ქაოსის გამომწვევი, როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე სტუდენტებისთვისაც. ასევე სტუდენტები აქტიურად წერენ უკვე, რომ მათ წაართვეს გადაწყვეტილების მიღების უფლება და ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გაპროტესტდეს და ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, აცხადებენ სტუდენტები და აფასებენ ახალ რეფორმას, როგორც განათლების ახალ დეფორმად. მე სიმართლე გითხრა ამას უყურებ როგორც არა განათლების რეფორმას, არამედ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ სახელმწიფოში, სადაც განათლებაში ასე უხეშადერებიან მომავალს, მე ფიზიკურად სახელმწიფოებრივსაც ვერ ხედავ. თავმოყარეობა მაინც არ შეელახა, რომელი ბაზრის კვლევა ჩატარდა და რომელმა დირექტორმა თქვა სკოლისამ, რომ ყველაზე დიდი დეფიციტი ქართულის ისტორიის, ინგლისური ფილოლოგიის და კომპიუტერული ინჟინერია ამ მიმართულებით IT ტექნოლოგიების მასწავლებლების დეფიციტი აქვს. სად არის ამ შრომის ბაზრის პასუხები? ესე იგი გამოდის, რომ მხოლოდ ეს მიმართულებები უნდა იყოს ზუგდიდში. რას ეუბნებიან საკუთარ ამომრჩეველს, რას ეუბნებიან აფხაზეთიდან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველ დღეს საზღვარს გადმოდიოდნენ, იმისთვის რომ აქ განათლება მიეღო და სად ბრუნდება ეს ხალხი? ეს არის ხვალინდელი მომავალი რეგიონის და ზუგდიდს ეს აქვს საამაყო დღეს. ზუგდიდის უნივერსიტეტის მაგალითზე რომ იმშელოთ, ეს არის ერთადერთი ალტერნატივა ძალიან ხშირ შემთხვევაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. მათ მნიშვნელოვან ნაწილს დიდი არჩევანი არ აქვს თუ სად გააგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, მით უმეტეს სიღარიბის გამო და მათთვის საუკეთესო ალტერნატივა ზუგდიდის უნივერსიტეტია და ნაცვლად იმისა, რომ გაიზარდოს აქ სპეციალობები და მეტი არჩევანი მიეცეს ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, დღეს მათ უმცირდებათ ეს შესაძლებლობა, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდ გადაწყვეტილებას წარმოადგენს და შეიძლება ამან გამოიწვიოს ის შედეგიც, რომ ეს ხალხი დარჩეს მათთვის სასურველი განათლების გარეშეც. მე ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ გალიდან. 16 წლის ვიყავი აქ რომ მოვედი და სამართალზე ჩავირიცხე. მახსოვს კატალოგის დათვალიერებისას, როგორ გამიხარდა სამართლის სპეციალობა რომ ვნახე. ის იყო რაც ბავშვობიდან მინდოდა. თბილისში ვერ მივდიოდი და თუ სამართალზე ვერ მოხვდებოდი, ალბათ ერთი წელის სწავლას არც გავაგრძელებდი. სხვა სპეციალობები არც მიმითითებია. ზუსტად ვიცოდი, რაც მინდოდა. მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ახალგაზრდებს, რომლებმაც ბევრი დაბრკოლება გადალახეს იმისთვის, რომ ქართული ესწავლათ, ემეტყველათ, ეაზროვნათ, სახლთან ახლოს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოსულიყვნენ და განათლება მიეღოთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან გამოაცალეს. ვიცოდით, რომ გარკვეული სპეციალობებზე მიღება არ უნდა ყოფილიყო. სამაგისტრო პროგრამებზე რას გვეტყვით, როგორც ვიცით, საერთოდ არ გაქვთ სამაგისტრო პროგრამა ახალი სასწავლო წლიდან არ გექნებათ. მე რა ამ ეტაპზე არ გვიწევა, მაგრამ მომზადება შესაბამისი ახალი სამაგისტრო პროგრამები ახალ რეფორმის ფარგლებში და თავის დროზე განხორციელდება. ეს პრობლემას არ წარმოადგენს ახლა რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის, ბატონო ზაალ, რომელსაც უნდა თქვენთან ჩაბარება და ვეღარ ჩააბარებენ. არ ვიცი, სხვაგან ჩააბარებენ, თაიში ჩააბარებენ ალბათ. ეს მაგაზია დამოკიდებული, სადა გააკეთებენ არჩევან ჩაბარებაზე თბილისის უნივერსიტეტებში თუ თაიში. არანაირი პრობლემა რეფორმა ჩვენთვის არ არის. უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს აძლევდა სხვადასხვა მიმართულებით სწავლის საშუალებას, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას პროგრამები გაუნახევრეს, ახლა აბიტურიენტებს მოუწევთ, რომ საკუთარი გადაწყვეტილებები შეცვალონ და სხვადასხვა რეგიონში გააგრძელონ სწავლა. ეს იყო დავით